Ყველას საფეხბურთო სალამი. გადავწყვეტე წაგახალისოთ და მოგიმზადეთ პატარა საჩუქარი. სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს, რომელმაც ეს არხი გამოიწერეთ და გაფასებთ, ვინც გულწრფელად გვერდში მიდგახერთ. გადავწყვეტე ერთ-ერთ თქვენგანს ვაჩუქო EA FC 24, ანუ FIFA 24, ხოლო თუ იმ ადამიანს, რომელსაც ავარჩევ, არ ქონდა კომპიუტერი ან კონსოლი, თამაში $70 ღირს და გადავცემ ამ თანხას. ამის მისაღებად არანაირი კონკურსი და არაფერი არაა საჭირო. ვიდეოს ბოლოსკენ გეტყვით რა და როგორ, ახლა კი ჩემი პატარა თხოვნა იქნება დატკბეთ ვიდეოთი და არ გადაახვიოთ. ვიქტორ ოსიმენის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება, კვარაცხელია კი კვლავ არ დააფასეს. შოთა არველაძე ოფიციალურად თურქულ კლუბს ჩაიბარებს. მამარდაშვილმა კატალონიის ბარსელონასთან თავის გუნდს ქულა გადაურჩინა, ხოლო კვარაცხელიას ყუმბარამ ნაპოლის 3 ქულა მოუტანა. რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა გარემარბმა კალიარისთან შეხვედრაში. შესავალი რომ არ გაიწელოს ყველაფერი თავად იცით. აუცილებლად გამოიწერეთ, ვინც ჯერ არ ხართ ჩვენი გუნდის წევრი და ტრადიციულად 2000 ლაიქზე ავიყვანოთ ეს ვიდეო. შეგერგოთ ვინც ჭამთ. და დავიწყოთ. როგორც იცით, დიდი ხანი არად საინფორმაციო სივრცეში საუბრებია ნაპოლის პოლიტიკაზე და ფეხბურთელების ხელფასებზე. ძუნწი დე ლაურენტისი ხელებს ითბობს და ჯიბეებს ივსებს ფეხბურთელების ხარჯზე. ჩვენი მთავრობის მაგივრად ნაპოლის პრეზიდენტი რომ ჩამოვიყვანოთ, ცვლილებას ვერ ვიქცნობთ, იგივე სისტემაა. კვარა, რომელმაც ამ კლუბისთვის ამდენი გააკეთა, ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებს და არც სხვა ფეხბურთელებს აქვთ შესაფერისი ხელფასი დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე. თუმცა ინტერნეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელის ხელფასი გაიზრდება 9.10 მილიონ ევრომდე და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება ნაპოლის ისტორიაში. ამ დროს კვარას 1 მილიონზე ოდნავ მეტი აქვს. ცნობილმა გამოცემა Il Mattino ნაპოლის შემტევ ვიქტორ ოსიმენზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით ნიგერიელ თავდამსხმელსა და პარტენოპეის შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება პრაქტიკულად შედგა. როგორც ირკვევა, 24 წლის ფორვარდი ნეაპოლელებთან ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით ფეხბურთელის ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ხუჩე კვარაცხელია უკვე 2 სეზონია რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. რა თქმა უნდა, მისი საოცარი ასპარეზობიდან გამომდინარე, მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მისი შეძენით ინტერესდებიან. რეკორდმისტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუჩეს შეძენით ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი და ლივერპული ინტერესდებიან. საგულისხმოა, რომ ამოკა ჯუღელი აღნიშნული გუნდების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში გამართავს. ცნობისთვის, ხუჩამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაძლოა კვარას ხელფასზე საუბრები იმიტომ არაა, რომ მისი სხვა კლუბში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებითაც იყო ბევრი ინფორმაცია. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, თქვენ კი დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. როგორ ფიქრობთ, კვარა უნდა დარჩეს თუ წავიდეს ნაპოლიდან და თუ წავიდეს, რომელ კლუბში შეძლებს ფრთების გაშლას ქართველი. 50 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე სამწვრთნელო ასპარეზს უბრუნდება. არველაძე თურქეთის სუპერლიგის წევრ კარაგუმრუკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას თურქული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. საგულისხმოა, რომ არველაძე ბოლოს ჩემპიონშიპის გუნდს ჰალ სიტის წვრთნიდა. იქამდე 50 წლის სპეციალისტი თელ-ავივის მაკაბში, ტრაბზონსპორში და კიდევ რამოდენიმე კლუბში მუშაობდა. ცნობისთვის კარაგუმრუკის სპორტული დირექტორის პოზიციას შოთის ტყუპის ცალი აჩი არველაძე იკავებს. აქვე გეტყვით იმას, რომ შოთა არველაძის ახალი გუნდი თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება. ქართული ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირის ფეხბურთში დაბრუნება ძალიან სასიხარულო ამბავია და დიდი სიამოვნებით დავაკვირდები მისი ახალი კლუბის წარმატებებს. გიორგი წიტაიშვილი, რომელზეც უფლებებს დინამო კიევი ფლობს და იჯერით დინამო ბათუმის ღირსებას იცავს, უკრაინულ გუნდში აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ კიევის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა განაცხადა. 50 წლის ბელარუსმა სპეციალისტმა უკრ ფუტბოლ უასთან ინტერვიუში იმ ლეგიონერების ბედზე ისაუბრა, რომლებიც კიევის დინამოს იჯარით სხვადასხვა კლუბებში ყავს გაშვებული. ხაცკევიჩმა გიორგიზე ასეთი რამ თქვა. ლეგიონერებთან დაკავშირებით საკითხი დახურულია და არც ერთი მათგანი დაბრუნდება. ჩემი აზრით, გიორგი წიტაიშვილი ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშეა, მაგრამ დღეს დინამო ვალერი ლობონოვსკის ფეხბურთზე გადაეწყო. დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლაზე, ფრაგმენტალურ პრესინგზე. თუ კი ლუჩესკუს დროს გამოკვეთილი სქემა 4-2-3-1 იყო.
დღეს შეტევის დროს უფრო მეტად 4-1-4-1 იკვეთება. დაცვის დროს კი 4-4-2, მაგრამ გიო აღარ არის უკრაინელი ფეხბურთელი, არამედ ქართველია, ისიც ლეგიონერია. გიორგი წიტაიშვილის საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას, უშუალოდ კი კიევის დინამოს უკავშირდება, რომლის აკადემიის აღზრდილია. თუმცა ფეხბურთელმა მის მთავარ გუნდში დამკვიდრება ვერაფრით შეძლო და იჯარით პოლტავის ვარსკვლავში, ოდესის ჩერნომორეცში, ასევე პოლონურ კლუბებში კრაკოვის ვისლასა და პოზნანის ლეხში ითამაშა. 2023 წლის ზაფხულში კი დინამო ბათუმს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომელთან ერთადაც საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. გიო თავის დროზე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა. 20 წლამდელთა შორის კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მოგვიანებით ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა გადაწყვიტა და 2021 წლის შემოდგომიდან მოყოლებული მისი მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში ვალენსიამ მესტალიაზე ბარსელონას უმასპინძლა და 1-1 დაუზავდა. ის რომ ღამურებმა ქულა აიღეს ამ მატჩში დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელსაც სუპერ მატჩი ჰქონდა. 7 სეივი მიითვალა თანაც ერთმანეთზე საოცარი. პირველ ტაიმში გიორგიმ უბრალოდ არ გაახარა რობერტ ლევანდოვსკიმან პოლონელ ფორვარდს სამჯერ აუღო. დაიწყო მეორე ტაიმი და ვალენსიას დაცვის ჩავარდნას ჟოაო ფელიქსის გოლი მოყვა. თუმცა 70-ე წუთზე უგო გილამონმა შესანიშნავი გოლით გაათანაბრა. ამის შემდეგ ბარსას უპირატესობა შტურმში გადაიზარდა. განსაკუთრებით საოცარი სეივი გიორგის რაფინიას წინააღმდეგ ჰქონდა, როცა ბრაზილიელი მეკარესთან პირისპირ გავიდა. გიორგიმ 3-დან 3ჯერ ლევანდოვსკის და რაფინიას დარტყმები მოიგერია, ერთხელ ფერან ტორესის. ჰუსქორდმა მას 7.4 ქულა დაუწერა, რაც გუნდში მეორე შედეგია. ვალენსიას 17 მატჩიდან 20 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-10 ადგილზეა. 19 დეკემბერს ღამურები მადრიდში რაიო ვალეკანოს ესტუმრებიან. მამარდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი კლასი და დონე. ახლა ეჭვი აღარ მეპარება, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე მისთვის სერიოზული ბრძოლა წავა. როგორც ბოლო დროს გაჟღერდა მადრიდის რეალმა კვლავ დაადო თვალი ქართულ კიპერს. ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ გიოს და იმედია მართლა ვნახავთ კლუბის ლეველაპს მის კარიერაში. კვარაცხელიას ყუმბარა მთელი ინტერნეტი კვლავ აალაპარაკა, KO დაბრუნდა. ნაპოლი კალიარი სამარცხებს 2-1, ხოლო გოლის ავტორები რა თქმა უნდა კვარა და ოსიმენია. ოსიმენის გოლში კვარაცხელიამ პრე-ასისტი გააკეთა, მან გაიყვანა მარიო რუი კარგ პოზიციაზე, საიდანაც პორტუგალიელმა ჩაუწოდა ვიქტორს, ხოლო კვარას გოლში მთავარი როლი ითამაშა ნიგერიელმა, რომელმაც აკენწლა მეტოქის საჯარიმოში ბურთი. აჯობა მეტოქეებს მოახერხა რთული სიტუაციიდან პასის გაკეთება და ქართველმა უძლიერესი დარტყმით გულშემატკივრებს ულამაზესი გოლი და სიხარული გვაჩუქა, ხოლო თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა და ფრეს გადაარჩინა. ნაპოლის 27 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის აგზური მოაქვს. 23 დეკემბერს კვარაცხელია და კამპანია ოლიმპიკოს ესტუმრება და რომას დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში 4ჯერ დაარტყა კარისკენ, რომელთაგანაც 2 ზუსტი იყო. გოლის გარდა მას ჰქონდა 1 პოტენციურად საგოლე პასი. მის ანგარიშზეა 3 წარმატებული დრიბლინგი. კვარაცხელიას წინააღმდეგ 5ჯერ დაჯარიმდნენ და ჰუსქორდმა მას თამაშის საუკეთესო შეფასება 8.4 ქულა დაუწერა. მატჩის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა. როგორ უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ? ნიშნულოვანია, რომ კვარა და ოსიმენი მშვიდად იყვნენ, როცა მისნაირი ბიჭი ნაპოლიში ჩემპიონი ხდება, ყველაფერი იცვლება. მას სურს მეტი გააკეთოს, ყველა საჯობოს, ენერგიას კარგავს და შემდეგ აღარ არის ზუსტი. ბედნიერი ვარ, რადგან კვარამ და ოსიმენმა გოლები გაიტანეს. ნაპოლის მწვრთნელი ტელეკომპანია დაზნის ეთერშიც მოხვდა და მანდაც ისაუბრა ქართველ ვარსკვლავზე. კვარა და მარიო რუის დაბრუნება. მარიო რუის დაბრუნება ფუნდამენტალური იყო ამ სისტემით თამაშისას საჭიროა ფლანგელები, რომლებიც ერთმანეთს დაეხმარებიან. კვარა განიცდიდა და მარცხენა მცველის არ ყოფნას მოედანზე, ამიტომ უფრო მეტი ენერგიის დახარჯვაც უწევდა. შესაბამისად, რუის დაბრუნება ფუნდამენტალურია. კვარამ და ოსიმენმა სიმშვიდე დაიბრუნეს. მიხარია, რომ ოსიმენმა სიმშვიდე დაიბრუნა და ბედნიერი ვარ მისი და კვარას გოლების გამო, რადგან განერვიულებულები იყვნენ. მას სჭირდებოდათ პროტაგონისტის როლში დაბრუნება, როგორც გასულ სეზონში იყვნენ. ხვიჩას როლზე გუნდში. გუნდში მთავარი მწვრთნელი შეცვლა იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა არსებობდა, საჭიროა ამ ბიჭების უკან ვიდგეთ. კვარა შარშან უცნობი ფეხბურთელის სახელით მოვიდა, თავი დაიმკვიდრა და ახლა ყველას თვალი მისკენაა მიმართული. ნორმალურია, რომ მის მიმართ წნეხს გრძნობს. მე და ჩემი თანაშემწეები ვცდილობთ უფრო მშვიდად ვაგრძნობინოთ თავი. დღეს მან შესანიშნავი გოლი გაიტანა, განსაკუთრებული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს კიდევ ბევრს მისცემს.
Матჩის შემდეგ სარდინიელთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერამ ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს მეტოქეს კი გამარჯვება მიულოცა. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ფრე დავიმსახურეთ, მაგრამ ნაპოლი იტალიის ჩემპიონია. რაც შეეხება მათ მეორე გოლს, როცა 4 კაცში მოახერხებ გავლას, რა შეგიძლია გააკეთო? ყოჩაღ და მორჩა, არ შემიძლია რომელიმე ჩემ ფეხბურთელსაც გოლი დავუბრალო. ჩემპიონები არიან, განსაკუთრებულს იგონებენ. უბრალოდ კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ. დასანანი ის არის, რომ ჩვენ საუკეთესო მომენტში მათ 2 გოლი გაიტანეს. მაგრამ გავიზრდებით, ასე უნდა გავაგრძელოთ. აღნიშნა რანიერი. გილოცავთ გულშემატკივრებს, რადგან ამ ტურში მამარდამ ბარსასთან სეივები გვაჩუქა, ხოლო კვარა გოლით და პრიასისტით დაგვიბრუნდა. ახლა კი გადავიდეთ FIFA-ს თემაზე. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, გადავწყვიტე ერთ-ერთ თქვენგან საჩუქარი გაუკეთო. ეს იქნება თამაში FIFA 24. თქვენ ასევე შეძლებთ არჩევას და თუ არ გაქვთ კომპიუტერი, ან უბრალოდ ეგ თანხა უფრო წაგადგებათ ვიდრე თამაში. გადმოგცემთ თანხას. მოგეხსენებათ ახალი FIFA Steam-ზე $70 ღირს. არ არის გრანდიოზული, თუმცა ვიღაცას ძალიან წაადგება. ამაში დარწმუნებული ვარ. ამისთვის კომენტარებში მოგიწევთ რამოდენიმე პუნქტის დაწერა და არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. პირველი პუნქტი: სახელი, გვარი. მეორე: რა მოგწონთ ამ არხზე და რას დაამატებდით? მესამე: რა როლს თამაშობს ეს არხი თქვენ ცხოვრებაში? არ გულისხმობ, რომ რამე განსაკუთრებულ როლს უნდა თამაშობდეს თქო. შეიძლება ამ არხის დახმარებით ფეხბურთში უკეთესად ერკვევით და ასეთი კომენტარები მინახავს. გეხმარებათ ცუდზე არ იფიქროთ, გეხმარებათ დასვენებაში, ან უბრალოდ საქმის კურსში რომ იყოთ საფეხბურთო სიახლეებზე. ეცადეთ, რომ მეორე და მესამე პუნქტზე ვრცლად დაწეროთ და რომლის კომენტარში მეტ გულწრფელობას დავინახავ, მას გადავცემ ამ პრიზს. შეგიძლიათ საკონტაქტო სოციალური ქსელი დატოვოთ ეგრევე კომენტარებში, ან მე დაგირეფლიებთ და შემდეგ გავარკვევთ სად და როგორ დავკავშირდეთ. ამით ვიდეო დასასრულს მიუახლოვ და აუცილებლად დაალაიქეთ ის. იმედია მოგეწონათ და აბა წარმატებები. Ora incasso bene colpi, ne ho fatta di strada, l'insonnia dai miei occhi si mostra in borse Prada. Esaudirò i miei sogni, Napoli è una savana, con il 77 fare impazzire l'Italia.